აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარემ ქვეყნის წინაშე არსებული დამსახურებისთვის ვეტერანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობა მუდმივად იქნება ვეტერანების გვერდით და მათ საჭიროებებს მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდება. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პროგრამები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ხორციელდება და მიმართულია როგორც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, ასევე ვეტერანების სოციალური მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო გეგმები და ინიციატივები, რომლებიც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების მხარდაჭერის გაძლიერებასა და მათ საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის განხორციელებას ისახავს მიზნად. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი ესწრებოდა, რომელმაც აფხაზეთიდან დევნილი ვეტერანების წინაშე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად მთავრობასთან კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. დღეს არის ძალიან ემოციური დღე. შევხვდით ვეტერანებს, რომლებსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღვით ჩვენი მომავლისთვის, თითოეული ქართველის მომავლისთვის. მათ იბრძოლეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, შესაბამისად აფხაზეთის მთავრობა სამომავლოდ და მათ მხარს დაუჭერს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ ღირსეული პირობები და მე მიხარია მათთან შეხვედრა, მათი რჩევების მოსმენა და ვეცდები სამომავლოდ ყველა მათი, ასე ვთქვათ, ინიციატივა, რჩევა გავითვალისწინოთ. მოვისმინეთ აზრები, წინადადებები, მოვისმინეთ თუ ის მიდგომა როგორ აპირებს ბატონი გიორგი აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეობის პერიოდში სხვადასხვა საკითხების მოგვარებას ჩვენი ერთობლივი თანადგომით სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და ვეტერანები რა მზად ვართ სახელმწიფოსთან ერთად ვერჩი დაუდგეთ ბატონ გიორგის და